საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა რიცხვი და უფრო ვსვლად ვისაუბრებთ მრავლობითი რიცხვის წარმოებაზე. რა არის რიცხვი? რიცხვი ეს არის გრამატიკული კატეგორია, რომელიც თანაბრად ახასიათებს როგორც სახელს, ისე ზმნას. რას გამოხატავს რიცხვი? რიცხვი გვიჩვენებს, საგანი არის 1 თუ 1-ზე მეტი. აქედან გამომდინარე, ქართულში გვაქვს 2 ფორმა რიცხვის, 2 რიცხვი გვაქვს, ეს არის მხოლობითი რიცხვი და მრავლობითი რიცხვი. მხოლობითი რიცხვის ფორმა გვიჩვენებს, რომ საგანი არის 1. მხოლობით რიცხვში დგანან სახელები, მაგალითად, კაცი, ბავშვი, სახლი, ქუჩა, კედელი, მაგიდა, ხე, ტყე და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიტყვები აღნიშნავენ ერთ საგანს. ხოლო მრავლობითი რიცხვი გამოხატავს 1-ზე მეტ, 2 ან უფრო ზემოთ უსასრულოდ საგანს. მრავლობით რიცხვში დგანან სიტყვები ბავშვები, კაცები, ქალები, ხეები, ტყეები, ქუჩები, მაგიდები, სკამები და ასე შემდეგ. როგორც ვხედავთ, აქ წარმოდგენილია 1-ზე მეტი, 2 ან უფრო ზემოთ რიცხვის გამოხატველი სახელები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახელს არ ეწარმოება რიცხვის ფორმა. რიცხვის ფორმა ეწარმოება ისეთ სახელს მხოლოდ, რომლის დათვლაც შესაძლებელია. სწორედ ასეთებია ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვები და იმიტომაც ეწარმოება ჩვეულებრივად მრავლობითი რიცხვის ფორმები მათ. მაგრამ მრავლობითი რიცხვის ფორმა არ ეწარმოება ისეთ სახელებს, ისეთ საგნებს, ისეთი საგნების დასახელებებს, რომელთა დათვლაც არ ხერხდება და მათ არც მრავლობითი რიცხვის ფორმა არ აქვთ. ასეთი სიტყვებია მაგალითად ოქრო, გაზი, ჰაერი, რძე, ვერცხლი და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება მრავლობითი რიცხვის წარმოებას. ქართულში მრავლობითი რიცხვის წარმოება ორგვარად შეიძლება. ესენია, ეს ორგვარი წარმოება, ერთს ეწოდება ებიანი მრავლობითი, ხოლო მეორეს ეწოდება ნართანიანი მრავლობითი. სახელწოდებები მოდის იმ სუფიქსებისგან, რის საშუალებითაც იწარმოება ეს მრავლობითი რიცხვის ფორმები. აი აქ დასახელებები მოცემულია, ებიანი მრავლობითი, ებ სუფიქსი გამოიყენება და იმიტომ დაერქვა, ხოლო ნართანიანი მრავლობითი დაერქვა, ვინაიდან ν, ნარი ქართული და თ, ანუ თანი გამოიყენება სუფიქსებად და დაერქვა სწორედ ამიტომ ნართანიანი მრავლობითი. ებიანი მრავლობითი და ნართანიანი მრავლობითი პარალელურად იხმარება დღევანდელ ახალ ქართულში, მაგრამ უფრო ფართო გავრცელების და საყოველთაო გავრცელების არის ებიანი მრავლობითი თანამედროვე ქართულში, ხოლო ნართანიანი მრავლობითი სპეციფიკურ ვითარებაში გამოიყენება ხოლმე. განსხვავებით ძველი ქართულისგან, სადაც ნართანიანი მრავლობითი იყო უფრო გავრცელებული და შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა ებიანი მრავლობითი. რაც შეეხება თვითონ წარმოებას, ებიანი მრავლობითის წარმოება ძალიან მარტივია. ებ სუფიქსი, აი აქ მოცემული არის, ებ სუფიქსი დაერთვის სახელის ფუძეს და ნებისმიერი სახელი ხმოვანფუძიანი იქნება ის თუ თანხმოვანფუძიანი, ხდება თანხმოვანფუძიანი, ყველა შემთხვევაში გვაქვს თანხმოვანფუძიანი წარმოება, ანუ და შემდეგ უკვე ებ დართული სახელი იბრუნვის ისე, როგორც საზოგადო თანხმოვანზე დამთავრებული სახელი იბრუნვის ქართულში. ჩვეულებრივ ემატება ბრუნვის ნიშნები სახელობითში ი, მოთხრობითში მა, მიცემითში ს, ნათესაობითში ის, მოქმედებითში ით, ვითარებითში ად და წოდებითში ო. როგორც საერთოდ ეს ასეთი ბრუნებაა დამახასიათებელი თანხმოვანფუძიანი სახელებისთვის. სავცობით ჩვეულებრივ ერთვის მიცემითში ნათესაობისა და მოქმედებითში ასავცობი და ძალიან მარტივია აქედან გამომდინარე მრავლობითი რიცხვის წარმოება და მისი ბრუნება. ერთადერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელებზე დართვისას მრავლობითი რიცხვის ნიშანი იწვევს გარკვეულ ცვლილებებს.
ეს შეიძლება გამოიწვიოს ხმოვანზე დაბოლებულ სახელებში მხოლოდ. ხმოვნები ქართულში სულ 5 ხმოვანი გვაქვს, ვიცით. ო და უ ხმოვნები ჩვეულებრივ არ იკვეცება და ბუნებრივია, რომ არც მრავლობითი რიცხვის ნიშნის დართვის შემთხვევაში არ შეიკვეცება და გვაქვს წყარო, წყაროები და ვთქვათ რუები. იზე დაბოლოებული სახელები ქართულში ძალიან ცოტაა და მათ მრავლობითი რიცხვის წარმოება ზოგადად უჭირთ. რაც შეეხება აზე და ეზე დაბოლებულ სახელებს, აზე დაბოლოებული სახელები იკვეცებიან ჩვენ ვიცით და ამ შემთხვევაში მრავლობითი რიცხვის ნიშნის დართვის შედეგადაც იკვეცებიან და გვაქვს ქვა, ქვები ამოიკვეცა, ხოლო რაც შეეხება ეზე დაბოლოებულ სახელებს, აქ ცოტა სპეციფიკური ვითარება გვაქვს. ებ სუფიქსის დართვისას ისინი არ იკვეცებიან და გვექნება 2 ე. კლდე და კლდეები. აქედან ერთი ე იქნება ფუძისეული, ხოლო მეორე ე კი მრავლობითი რიცხვის ნიშნისეული. როგორც ხედავთ, ებიანი მრავლობითის წარმოება საკმაოდ მარტივია. რაც შეეხება ნართანიან წარმოებას, დიდი სირთულით არც ის არ გამოირჩევა, ოღონდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ნართანიანი წარმოება საერთოდ სპეციფიკური წარმოებაა. ჯერ ესეთი, როგორც ხედავთ, ებიანი მრავლობითის წარმოებისას მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან მრავლობითი რიცხვის ნიშანი, რომელიც გვაქვს ებ და ბრუნვის ნიშნები. ცალკე გვაქვს ბრუნვის ნიშანი, ცალკე გვაქვს მრავლობითი რიცხვის ნიშანი. სახელობითა და მოთხრობითში ნართანიანი მრავლობითის შემთხვევაში იდენტური ვითარებაა ნ ეს არის ფაქტიურად მრავლობითობის ნიშანი, ხოლო ი და ო, როგორც ებიან მრავლობითთან, შესაბამისად სახელობითი და წოდებითი ბრუნვის ნიშნები. მოქმედებითი და ვითარებითი ნართანიან მრავლობის თანამედროვე ქართულში არ ეწარმოება. რაც შეეხება მოთხრობით, მიცემისა და ნათესაობით, როგორც ხედავთ, იდენტური ვითარება გვაქვს, ერთი და იგივე ნიშანია წარმოდგენილი სამსავე შემთხვევაში. და გარდა ამისა, მკვეთრად გამიჯვნა ბრუნვისა და მრავლობითობის ნიშნისა არ ხდება. თუმცა ჩვენში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თუ უცილებლად მრავლობითის ნიშანია, მაგრამ ბრუნვის ნიშანი ცალკე ყოველ შემთხვევაში როგორც ასეთი მოცემული არ გვაქვს. ნუ ბუნებრივია 100 ვერ ჩავთვლით ბრუნვის ნიშნად და რომც ჩავთვალოთ, სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე სურათი გვაქვს. სხვა მხრივ, რაიმე სირთულე ნართანიან წარმოებას არ ახასიათებს. ერთადერთი დასასრულ უნდა ვთქვათ, აუცილებლად გამოყენების სფეროები. ებიანი მრავლობითი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საყოველთაოდაა გავრცელებული. ის იხმარება ზეპირ მეტყველებაშიც, წერითი ნიმუშების დროსაც და საერთოდ ებიანი მრავლობითი ეს არის ჩვეულებრივი გაბატონებული წარმოება მრავლობითი რიცხვისა ქართულში. რაც შეეხება ნართანიან წარმოებას, ის სპეციფიკურ ვითარებაში გამოიყენება. ეს არის ან როდესაც სხვა სტილზე გადავდივართ, ან სხვა სტილს ვირჩევთ სასაუბროთ, ან თუნდაც წერითი ნიმუშების დროს, მაღალფარდოვანი ან ირონიული სტილის დროს. და გარდა ამისა, ნართანიან მრავლობით, კონკრეტულად კი ნართანიანი მრავლობითის ნათესაობითი ბრუნვის ფორმას აქვს თავისი არე გამოყენები, სადაც ებიანი მრავლობითი მას არ ენაცვლება. თუ ებიანი ჩავანაცვლებ, სულ სხვა შინაარს ვიღებთ. ეს წარმოება არის ფაქტიურად ტერმინად არის ქცეული, ტერმინოლოგიური სიტყვა წარმოება შეიძლება განვიხილოთ და საკუთარ სახელადაა ფაქტიურად ქცეული. ეს არის აი მწერალთა კავშირი, ბავშვთა სახლი, ქალთა და ვაჟთა ნაკრებები, ამ ტიპის წარმოება. როდესაც ნართანიან მრავლობითს ვიყენებთ, ამ დროს იგულისხმება ეს ოფიციალური სახელწოდებაა ფაქტიურად, დაწესებულება, ორგანიზაცია ნაკრები. მაგალითად, როდესაც ვამბობ მწერალთა კავშირი, ეს არის ოფიციალური დაწესებულება, ორგანიზაცია მწერლებისა. ხოლო, როდესაც თუ ვამბობთ მწერლების კავშირი, უკვე სულ სხვა რამ იგულისხმება. ასევე ბავშვთა სახლი, ეს არის სპეციალური დაწესებულება, სადაც იზრდებიან მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მშობლების მზრუნველობა მოკლებული ბავშვები. ხოლო, ბავშვების სახლი ეს არის არა რაღაც სპეციფიკური ტერმინი. ეს არის შეიძლება იყოს ნებისმიერი სახლი, რომელიც ბავშვებს ეკუთვნის, რომელიც ეზოში დგას პატარა
სასახლე ვთქვათ. იგივე შეიძლება ითქვას ქალთა და ვაჟთა ნაკრებებზე, როდესაც ვამბობთ ქალთა ნაკრები კალათბურთში ან სხვა სპორტის სხვა სახეობაში იგულისხმება ეს ოფიციალური ნაკრები სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ სახელმწიფოს. ხოლო თუ ვამბობთ რომ ქალების ნაკრები ან ვაჟების ნაკრები, ეს კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე ნაკრებზე შეიძლება ადამიანთა ხალხთა კრებულზე შეიძლება იყოს საუბარი. როგორც ვხედავთ, ებიან და მრავლობით წარმოებას თავიანთი სფეროები აქვს ორივეს, ერთმანეთში თითქმის არ ირევა და წარმოებითაც მარტივია და სირთულით არ გამოირჩევა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრაზე.